ამერიკის გულში დგას ნაშთი, ოდესღაც აყვავებული ოჯახის. ოჯახი, რომელმაც თაობების განმავლობაში თავისი სიმდიდრე იმ აყვავებულ ინდუსტრიებზე დააფუძნა, რომლებმაც ქვეყანა ჩამოაყალიბეს. მე-19 საუკუნის ბოლოდან მაიერსების ოჯახს მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა რეგიონის კეთილდღეობაში. ისინი დომინირებდნენ ძვირფასი მინერალების მოპოვებასა და გადამუშავებაში. ასევე დიდ ცვლილს შეიტანეს სოფლის მეურნეობის განვითარებაში. როდესაც რეგიონი აყვავდა, მაიერსების სიმდიდრე და გავლენაც გაიზარდა. თუმცა ბედს სხვა გეგმები ჰქონდა ოდესღაც ამაყი ოჯახისათვის. დროის გასვლასთან ერთად დაიკლო იმ ინდუსტრიებმა, რომლებიც ოდესღაც ამ რეგიონს განსაზღვრავდნენ. და როცა ხალხი უკეთესი შესაძლებლობების საძიებლად სხვაგან წავიდა, მაიერსების ოჯახი დამანგრევალ რეალობას შეეჯახა. მათი ოდესღაც უზარმაზარი ქონება შემცირდა, რამაც ოჯახი აიძულა ცხოვრების შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. 1991 წელს მაიერსების ოჯახმა უხალისოდ ჩაალაგა ბარგი, დატოვა მათი დიდებული სახლი და მოგონებების მთელი საგანძური, რათა აღარასოდეს დაბრუნებულიყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სასახლე დანგრევის პირასაა, ის მაინც ოჯახის სიმდიდრისა და რეგიონის ისტორიის შთამბეჭდავი მოწმობაა. მე-19 საუკუნეში აშენებული ეს იყო გრანდიოზული და მდიდრული სახლი, რომელიც ყველა იმ ფუფუნებას ფლობდა, რაზეც კი ვინმე იოცნებებდა. შემოგვიერთდით, როცა დროში უკან გადავდივართ და მაიერსების ოჯახის სასახლის საიდუმლოებებს ხსნით. ვამჟღავნებთ ისტორიებსა და მოგონებებს, რომლებიც მის კედლებში დღემდე ისმის. კლავ მოგესალმებით Bros of Decay-ში. მე ვარ ლესლი, როგორც ყოველთვის კამერის უკან დენი. გამარჯობა. კლავ მოგესალმებით, ჩემო მეგობარო. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ საოცარ ეპიზოდს შეერთებულ შტატებში. ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც აქამდე გვიპოვია. ასე ფიქრობ? ჩვენ უბრალოდ ტურზე ვართ. ნუტინთ. დარწმუნებული ვარ, ეს ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც გვიპოვია. დარწმუნებული ვარ. შეხედე ამას. და ვერ ფიქრობ ეს რა არის? გონია ეს არის შესასვლელი გზა. ზუსტად მართალი ხარ. ეს ადგილი 40 წლის წინ ჯონმა და მისმა ოჯახმა მიატოვეს. ისინი წავიდნენ და აღარასოდეს დაბრუნებულან აქ. ეს 40 წლის ნაზარდია. ბუნება თავისას იბრუნებს. და ისეც შეგრძნებაა თითქოს ახლა პირდაპირ უღრან ჯუნგლებში ან უღრან ტყეში ვიმყოფებით. ეს სრული სიგიჟეა. მაგრამ დამიჯერეთ, ამ ხეების უკან არის დიდებული სასახლე, სადაც ყველაფერი ისევ შიგნითაა დარჩენილი. როდესაც ამ რეგიონში ინდუსტრია დაალმასვლას იწყებდა, ჯონმა მიიღო გადაწყვეტილება, თავისი ოჯახი აქედან გაეყვანა და შეერთებული შტატების უკეთეს რაიონში გადასულიყო. და მათ სიტყვასიტყვით ყველაფერი ამ ადგილას ერთ წამში დატოვეს. ისინი შეძლებული ადამიანები იყვნენ. მათ საკმარისი ფული ჰქონდათ დასახარჯად. მაგრამ არ ვიცი, რატომ დატოვეს ყველა მოგონება მიდოვებულ სახლში. ხო, აქ არის. სახლში ვიყავი. ხო, სახურავს ხედავ? ხო. თითქმის ვერც კი ხედავ სახლს. ზუსტად ასეა. და როცა მივახლოვდები, გონია რომ არაფერია, მაგრამ როცა შიგნით შედიხარ, უბრალოდ გაოცებული ვრჩები. კალი. ძალიან ბევრი ბუჩქია. აქ გაგატარ. გვალობთ. აი ესე. ვაუ. ეს არ არის საოცრად ლამაზი? ყველა ვაზი, სურო და ხეები, რომლებიც მას იპყრობენ. და სახლსაც ძალიან ბუნებრივი იერი აქვს. მთლიანად ხისგან აშენებულია, თქო უნდა, რადგან ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვართ. მაგრამ გარედანაც ისეთი იერი და არქიტექტურა აქვს, რომელიც ქოხს გავს. სრულად ეწყმის გარშემო არსებულ გარემოს, ასე ვიტყოდი. აქ ადრე კიბეები იყო, რომლებიც ვერანდაზე ადიოდა, მაგრამ ეხლა ვეღაც კი ხედავ მათ. ხოლო დლიანებია. ხო, სულ რომ მთლიანად დაფარა ყველაფერი. ხო, ესეა. ვაუ. ეს უბრალოდ საუკეთესო ვერანდაა, რაც აქამდე გვინახავს. დიახ, ეს დიდი აივანია.
როგორც უკვე ბევრჯერ თქვი, ვერანდები ძალიან ამერიკული რამეა. განსაკუთრებით ყველა იმ სკამით, რომლებიც მას-მასზეა და სახლის წინ დგას, ევროპაში ასე არ ხედავთ. ჩვენ ჩვეულებრივ ბაღის ავეჯს სახლის უკანა მხარეს ვათავსებთ და ძირითადად იქ ვსხედვართ ვართ, მაგრამ ეს ძალიან ამერიკული რამეა. და ხედავთ, აქ გარეთ ლამაზად ჰქონდათ მოთხოვილი, სადაც შეძლო დაესვენათ საფულში დამჯდარიყვნენ და სიამოვნება მიიღოთ. მიყვარს ეს სკამები და საქანელა სკამებიც. დიახ, ისინი მართლაც საოცარია. მაგრამ ყველაზე მეტად აქ უკანა მხარეს საქანელა მომხიბლა. ჯერ კიდევ ხედავ ორ ბავშვს, ჯეკს და კარლს, როგორც სიამოვნებთ ამ საქანელას. ვაუ. ხო. და კიდე, ძალიან მომწონს ეს სკამი შენს უკან დენი. განა ის უბრალოდ შესანიშნავი არ არის. კი, არის. ეს გავს ანტიკურ სკამს, მაგრამ სახლის გარეთ დასათმელად. აქაც კი აქვთ განათების ჩამფრთველი. ალბათ ჭაღები ქონდათ ან განათებები აქვს ძევით. აქ გარეთ ვერანდა ხონდა გაანათო. ვაუ. უბრალოდ ძალიან მომწონს. ალბათ ძალიან ლამაზი იყო აქ ცხოვრება. სრულიად ბუნების გარემოცვაში. ყველაფრისგან შორს. აქაურ დღეებში. მაღალიც კი. აქვე გარეთ დარჩენილია. ვაუ. ჯერ კიდევ არის ნარჩენები იმ გრილაობიდან, როცა ჯონი აქ ადრე ამზადებდა. მოამზადა ხორცი ოჯახისთვის. აქ ვერანდაზე ერთად ისიამოვნეს. ალბათ საოცარიო. კარგი. და შემდეგ ამ ვერანდიდან პირდაპირ სახლის მთავარ კართან მივდივართ. ზარს დააწეკით. სამწუხაროდ 4 წლების შემდეგ აღარ მუშაობს. მაგრამ აქ გვაქვს ლამაზი ხის კარი, რომელიც იხსნება და შევიყვანს მათ სახლში. და მაშინ გვხვდება შესანიშნავი ოთახი. ეს იყო მისაღები ოთახი, ადგილი, სადაც ოჯახი საღამოს იკრიბებოდა და ერთმანეთს სიამოვნებით ოვნებით ატარებდა დროს. და ეს განსაკუთრებით მომწონს. მოდი დავუკვირდეთ დივნებს და ყველაფერს, რაც აქ არის. ლამაზი ანტიკური ავეჯია. კარგად არის გადაკრული ტყავით. ეს ადამიანები, ისინი შეძლებულები იყვნენ. მათ ჰქონდათ მრეწველობა, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მინერალებს და ასე დააგროვეს ქონება. მაგრამ ჩვენ ასევე გვჯერა, რომ ისინი არისტოკრატული ოჯახი იყვნენ, დენი, რადგან ასე ჩანს. ასე ჩანს, ხო? ხედავთ, რომ ჯონი, მისი გვარი ჯონ მაიერსი, მესამე. ის მესამეა. ხო, ჯონ მაიერსი მესამე და მას რაღაც არისტოკრატული შტრიხები ეტყობა მის ნივთებში, წერაში, წერილებსა და ბეჭდებზე. ამ ხრივ ჩვენ გვჯერა, თუმცა დარწმუნებულები არ ვართ. ჩვენ ხმამაღლა ვამბობთ, რომ დარწმუნებულები არ ვართ, მაგრამ გვჯერა, რომ ის კეთილშობილი იყო. ვაუ, ისინი ამის შეკეთებას ცდილობდნენ. შეხედე, ის სკამი მეორესთან ერთად დგას. მეც ძალიან. ეს კი. ზუსტად ის არასაც ამბობდი. ესა. საოცარია. მაგრამ იქ კუთხეში ის გადახილია, იშლება. ეს სინამდვილეში საინტერესოა. აქ შეგიძლიათ ნახოთ ამ სკამებიდან ერთის, ამ დივნებიდან ერთის შიგთავსი. და ეს ჩალაა, ხომ ასეა? ეს უბრალოდ ჩვეულებრივი ძველი ჩალაა. და მე ხო ასე აკეთებდნენ ამას. ამის შეკეთება ნამდვილად შეგიძლია. შეგიძლია ისევ მიამაგრო. ხო. არ არის პრობლემა. ლამაზი კვეთებია აქ ზემოთ. ვაუ. და შემდეგ დროთა განმავლობაში დივანზე ხედავთ ყველა საღებავის ნამსხვრევს, რომლებიც აქ აწყვია. და ეს მხოლოდ მიტოვების 4 წლეულია. ჩერი. ასევე, თელი იატაკზეც პირდაპირ ყოლდან. ეკრანზე ხედავთ ყველაფერს, რაც თეთრია. ხო, თუ ჭერს შეხედავ, მიხვდები საიდან მოდის. ხო. ეს ძალიან ნელი პროცესია. მაგრამ წლების განმავლობაში საღებავის ქვეშ არსებული წებო ნელ-ნელა სცილდება. გონია ეს შპალერია თუ საღებავი? გონია რომ საღებავია. ხო, მგონია რომ ის საღებავია, ხო? ნამდვილად. აჰა, ხო. ხო, იშლება. ხო, აბსოლუტურად. აქაც მშვენიერი აგურის ბუხარი იყო. სულიად მიყვარს ეს. თუნდაც ეს ბუხრის დამცავი ბადე მოვაშოროთ, ნახავთ რომ თელი შეშა ისევ შიგნითაა. ვაუ. ბოლონაც არის კი. ხო. იმ დროიდან როცა ისინი ჯერ კიდევ აქ იყვნენ. გონია ეს ხშირად გამოიყენებოდა. ხო. ეს ოთახი საერთო ოთახი იყო. ყველა ერთად იჯდა აქ, ყველა ერთობლივად ერთობოდა და ალბათ შესანიშნავი იყო. ეს ნახატი ცოტა უჩვეულოა ამ ოთახში, მაგრამ უნდა თქვა, მომწონს. ხო, მართლა მომწონს. ის ზუსტად ერგება ამ ოთახს. ხო. ცოტათი თანამედროვე შეხება ამასში. და ეს დივნებით შესანიშნავია. ხო. ვაუ. ამ სახლის ისტორიაში ერთი უცნაური რამ არის, რაზეც ჯერ კიდევ უნდა ვისაუბროთ. ასე რომ ჩვენ ყავდა შონი. მას ყავდა ცოლი, მერი.
მაგრამ ჩვენ ასევე ვიპოვეთ მტკიცებულება, რომ მას კიდევ ერთი ცოლი ჰყავდა, ჟაკლინი. და ასევე ვიპოვეთ მტკიცებულება, რომ ის ამ სახლში ცხოვრობდა. ჩვენ ამას თუ ჩუნახავთ, რადგან მისი სურათი არსებობს. ასე რომ ჩვენ გვჯერა, რომ იმ დროს შონს ამ სახლში ორი ცოლი ჰყავდა. და მე წარმოვედგინა ეს ორი წითელი სკამი, რომლებზეც ორივე ბუხართან გვერდი-გვერდი ისხდნენ. მაგრამ ეს უბრალოდ ჩემი ფიქრია. მაბადიეთ ამ ფიქრისთვის. არი დარდოთ. და კიდევ ეს შესანიშნავი კარადაც გვაქვს. ისევ, შვენიერი დიზაინია. შვენიერი. ვაუ. ნახეთ, უჯრები ისე მუშაობს თუ არა. აქ ბევრი რამაა. და VHS კასეტებიც კი. იმ დროიდან როცა აქ ცხოვრობდნენ. ეს ციფრული ვიდეო, რომელიც მათ ჩაწერეს. მახსოვს, როცა ბავშვი ვიყავი. დილით სწრაფად ვივიძებდი და ვგარბოდი ჩამწერთან, რომ ჩემი საყვარელი სატელევიზიო გადაცემები VHS-ზე ჩამეწერა. ეს ჯერ კიდევ ძალიან კარგ მდგომარეობაში. ხო. სრულიად შესანიშნავია. ძალიან ტვერია მასზე. ხო, შენი თითების კვალი ეთყობა. და შემდეგ აქ გვაქვს ეს ნაჭელი ოთახის ბოლოში. იქ ბევრი პატარა არტეფაქტია. ეს ძალიან საინტერესოა დენი. ოჯახიდან, მაიერსი. ვაუ. ვაპირებდი მიმეთითებინა მის გარშემო არსებულ ყველა საღებავზე. ყველგან. და იატაკზე და ყველგან. სულიად იყო გაშემოთქმული საღებავით. ვაუ. განამუშევარია. მაგრამ ეხლა დროა დენი რომ გაჩვენო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ოთახი თელ სახლში. ეს ჩემი საყვარელი ოთახია. ეს ჩემი საყვარელი ოთახიცაა. მე დაიჯერებულებ რასაც ნახავ. მოდი შევიდეთ. მოგესალმებით სახლის მისაღებ ზონაში. ეს არის ამ სასახლის მთავარი ნაწილი. დენი, შენ კითხო. შემოbrunდი. აჩვენე ეს ოთახი. ყველა კედელზე გამოსახულია სახლის ერთ-ერთი ქალი. ვაუ, ეს უბრალოდ აღმაფრთოვანებელია. კიდევ ერთი რამ შენს ზემოთ. აქ ადრე რაღაცა მსგავსი ჭერის სადგმელი ჰქონდათ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უფრო სავენტილაციო შახტაა სახლის შიგნით. ვფიქრობ, ეს ძალიან ლამაზი დამატება ამ სახლისთვის. ეს მშვენიერი არქიტექტურული დეტალია, მაგრამ მენდომებოდა მისი ზედა ნაწილი ჭერის სარკმელი ყოფილიყო. თუმცა სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ასე არ არის. ხო, ეს მართლა ძალიან ბნელი ოთახია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ფანჯრები არ არის. ამიტომ გვიწევს ბევრი განათება, რომ ოდნავ მაინც ვაჩვენოთ. შეგიძლიათ დაინახოთ სინათლე. ამ სახლში ვილაცა, გვჯერა რომ ეს არის ქეროლი. ეს ხუნქალიშვილი არა? ის იყო. ის იყო არტისტული და უყვარდა ხატვა, ფერწერა და ყველაფერი. გვჯერა რომ ამ სახლში ყველა სურათი სწორედ მან დახატა. და მოგვიანებით გაჩვენებთ რატო ვფიქრობ ასე. ეს მისი ერთ-ერთი ცოლია. მგონია რომ ეს მერიან ჟაკლინია. და მის ქვემოთ ამ ვაზაში ათასობით ფარშევანგის ბუმბულია ჩაწყობილი. ნუ თუ ეს ულამაზესი არ არის. ვაუ, ამ ოთახში ეს ბუმბულები მართლა ძალიან მომწონს. ხო. ისინი ძალიან ფუჭდებიან, მაგრამ მაინც ლამაზია და ქვემოთ ეს ვაზაც. ისიც ლამაზია. და მის გვერდით ეს ჩვეულებრივი სკამია. უკვე რამდენჯერმე ვაჩვენე ახზე. აქ ზემოთ დავამაგრებთ მუს. ეს ლუქსემბურგის ციხესიმაგრეში ვიპოვე და ბელგიაში, ერთ-სახლში. ამას კი ჯადოქრის სკამი ქვია. დიახ, ეს ანტიკვარიატი არ არის, მაგრამ ძალიან საინტერესო დიზაინი აქვს და სკამის უნიკალური სტილი და ფორმა. მართლა ძალიან მომწონს, უნდა თქვა. კედელზე კარგი საათია. რკინის საათია. და არ ვიცი, ვინ არის ეს ქალი, რომელიც კედელზე კიდია. არ მგონია მის ქალიშვილებიდან რომელიმე იყოს. იმიტომ რომ აქ გვერდით მისი ქალიშვილია. მაგრამ მას მხოლოდ ერთი ქალიშვილი ყავდა. ეს არც მისი ცოლებიდან რომელიმეა, რადგან ეს ქალი ძალიან ახალგაზრდაა. მაგრამ ამაზე დარწმუნებული არ ვარ. ქვემოთ შესანიშნავი წითელი ბალიშებიანი სკამები ამ ადგილის კედლებს ძალიან უხდება. და მასზე ამოჭრილი ორნამენტები უბრალოდ დიდებულია. შეხედე ამას. ასე ჩანს, თითქოს ორი ჩიტი ჰაერში ერთმანეთს კოცმის. ხო. ვაუ. ბალიშები მომწონს. მაგრამ დივანი ისეთი რბილია, რომ შიგნით იძირები. საკმაოდ კარგია. ხო, საკმაოდ დაბალია მართლა. მიყვარს ეს. ვაუ. და აქვე დივანთან როცა იჯექინ, შეგიძლია ვინმეს დაურეკო აირო ტელეფონი. როგორ მიყვარს ეს ტელეფონები არა? მართლაც საოცარია. ვაუ. შემდეგ გვაქვს საფოსტო ბარათი როგორც ჩანს. ვაუ. შეხედე ამას. დიახ, ეს არის საფოსტო ბარათი შვილისგან, მისტერ ჯეკ მაიერსისგან. და მან წერილიც გამოგზავნა. ზოიფასო ჯეკ, მე ვიყავი. ეს ჯეკს არის მიწერილი. რამდენიმე თვე არ მომიწერია შენთვის.
გმადლობ შენს წერილისთვის, ფოტოებისთვის და შენი მშვენიერი სახლისთვის. ეს ერთი უბრალოდ არაჩვეულებრივია, რა. ის ევროპიდან გამოგზავნეს, სადღაც მგონი საბერძნეთიდან ან იტალიიდან. ამ მონუმენტს ვერ ვცნობ, მაგრამ სასიამოვნოა მისი ნახვა. ვაუ, ეს ნატურა, რომელიც მის გვერდით გვიდგას, ასევე საკმაოდ უნიკალურია. მარფა ძალიან მომწონს. ხო, მეც. და ქვემოთ ლამაზი წიგნებია. ენციკლოპედიები და წიგნები. და ეს ფოტოალბომია. როგორც ჩანს ასეა. ძალიან მომწონს ტყავის ყდა. სამთუხაროდ ცარიელია. იშლება. სიტყვა სიტყვით. გავია, ფრთხილად. მადლობა დენერო დააბრუნე ეს. დიახ, კარგი. ასე ვაკეთებ ჩვენ საქმეებს. და აქ კედელზე მათი მშვენიერი ქალიშვილი, ქეროლია. და გვჯერა რომ ეს სურათიც თვითონ დახატა. კაროლი იყო ის, ვინც ყველა ნახატი და ხელოვნების ნიმუში შექმნა სახლში და მას ეს ძალიან უყვარდა. და პირდაპირ მის ქვემოთ არის ისევ ორი ლამაზად გადატვრილი სკამი და ისინი ერთიან კომპლექტს წარმოადგენენ. რადგან აქ შეგიძლიათ ნახოთ. პირველ რიგში ჩუქურთმები იგივეა როგორც ის, რაც დივანზე ვნახეთ. და გადაკრული ქსოვილიც ზუსტად იგივეა ამ სკამზეც. ისეთი გარგოილები, როგორიც აქ ბოლოში აქვთ, ასე ვიტყოდი, მაგრამ ისინი ნამდვილად ფრინველები არიან. შეგიძლიათ ნახოთ, რომ მათ წინ აქვთ თითქოს ნისკარტი და მის ქვემოთ კიდეც თათი. ვაუ. მოდი აქ მალიდაზე შეხედე, დენი. ოჯახის ყველა სურათი აქ არის დატოვებული. ეს მათი ერთ-ერთი ქალიშვილია. ალბათ ეს ქეროლია. ეს შეიძლება ისევს. ისევ აქ. ვაუ. ქვემოთ აქ გვაქვს ოჯახის სურათი. ეს შეიძლება ჯეკი იყოს კერო. ასე რომ ყავს ჯონი, ჯეკი, კეროლი და მერი მგონი. მერი ან ჟაკლინი, მისი ერთ-ერთი ცოლი. და არ მოგათხოვებთ, ცოტა უცნაურია, მაგრამ ეს არ არის ის სახლი. არა, ცოტა უცნაურია, როგორც თქვი, მოდი მაგას დაუბრუნდეთ. ორი ცოლი, ხო? ეს ისა, რაც შენ გინდა. ეს ჩვეულებრივი არ არის, ასე ვთქვათ. ეს ის სახლი არ არის. არა. იმიტომ რომ მას ორი სართული არ აქვს. ხო, სხვადასხვა სახლებია. შეიძლება ადრე სხვადან ცხოვრობდნენ და ისინი მდიდარი ოჯახი იყვნენ, შეიძლება რამდენიმე სახლი ჰქონდათ. ხო. და ვხედავთ ვიღაცა საზღვაო ფლოტშიც. ვაუ. უკან სამწუხაროდ არაფერი წერია. არ ვიცი ვინ არის ეს ადამიანი, მაგრამ შეიძლება ჯონი იყოს. ალბათ მის ახალგაზრდობაში. აქაც ორი მშვენიერი ქალბატონია. უნდა თქვა ორი მშვენიერი გოგონა. და პირდაპირ იქვე იგივე ტიპის რბილი სკამი გვაქვს, ასევე იმავე ნაკვეთი ორნამენტით. მაგრამ ამ სკამზე ავეჯის ქსოვილი განსხვავებულია. არ ვიცი რატომ გააკეთეს ასე, მაგრამ მე რა თქმა უნდა ყველა ერთნაირს გავაკეთებდი. ხო, მაგრამ შეიძლება გაიხადა უბრალოდ თავიდან უნდათ გადაკეთება. ხო. იმიტომ რომ კარგია მაინც. ძალიან კარგი. და შემდეგ ოთახის თავარი ნაწილი, პიანინო. ეს ძალიან უნიკალურია, უნდა თქვა. ზუსტად არ ვიცი ამ პიანინოს სახელი და სტილი, მაგრამ ვიცი რომ ეს ძალიან ამერიკული სტილის პიანინოა. ევროპაში ასეთებს ხშირად ვერ ნახავთ. უკვე 3 ასეთი პიანინო ვიპოვე მიტოვებულ ადგილებში. და ესეც. მუშაობს კიდევაც. ვაუ, მე მომეცით ეს მელოდია დაუკრა. ხედავთ კლავიშების ცვივა. აი, რამდენად ძველია ეს ინსტრუმენტი და რამდენი ხანია აქ დგას. მაგრამ უნდა თქვა, რომ სიმები და ყველაფერი დანარჩენი ჯერ კიდევ კარგად გამოიყურება. ხო. გამოიყურება თითქოს აწყობილია რაღაცნაირად. რაღაცნაირად და მომწონს ისიც, რომ აქ ზემოთ ოჯახის ყველა სურათი ისევ დარჩენილია. ალბათ ქეროლია აქ. თუმცა ეს ძალიან ძველი სურათია. ასე რომ დაწუნებული არ ვარ. ხო. შემდეგ გვაქვს ისტორიული საოჯახო ფოტო, ალბათ მათი წინაპრების ამსახველი, რომელიც აქ არის დარჩენილი, შეხედე იმ ჩარჩოს. საოცარია. ძალიან ლამაზია. შეგიძლია დახარო, ასე დაატენო. ძალიან მომწონს ჩუქურთმები და ყველაფერი მის გარშემო. ძალიან დიდი ოჯახია, თუმცა ძალიან დიდი ოჯახია. აქაც ძალიან ლამაზი სურათებია. განსაკუთრებით მომწონს ეს ორი ქალბატონის, ორი გოგონას ფოტო. ეს იმ დროს ნამდვილად დიდი მოვლენა იყო. და შენი მშობლები გეუბნებოდნენ, მოემზადე, ფოტოებს გადავიღებთო. ეს პირდაპირ წლის მთავარი მოვლენა იყო. ხო. და დღეს უბრალოდ თელი დღე ვიღებთ ფოტოებს ერთი დაწკაპონებით. შეიძლება ერთ რამეზე ყურადღება გავამახვილო. დიახ, რა თქმა უნდა. ფიქრობ, ესენი დიახ. და ეს იგი. ხალი. ხო. ეს შეიძლება მერი ან ჟაკლინი ყოფილიყო. ან იქნება ოჯახის ბებია, მაგრამ ძალიან ლამაზად გამოიყურება. მიყვარს ის ქუდები, რაც აცვია. თავები. იმ დროს ქუდები დიდი ამბავი იყო, ხო? ის კეროლი ძალიან ნიჭიერი იყო ხატვაში. და ეხოდროა ერთ-ერთ ბავშვს საძინებელში შეგიპატიჟოთ.
არ ვიცი ზუსტად რომელი ბავშვი იმ ორი ბავშვიდან რომელს ეძინა ამ ოთახში, რადგან ამ სახლში 3 ბავშვთა საძინებელი. მოდი ერთად გავარკვიოთ ეს. აქ არის მშვენიერი საწოლი. გონია რომ ეს საწოლი ახალგაზრდა ქალის ან მსგავსი უნმესმიერი გამოგანებული. უნდა ვთქვა გოგოსი. მაგრამ ამაში 100%-ით დარწმუნებული არ ვარ. საწოლის სტილი ძალიან მომწონს. აქ ამოტვიფრული ვაზები და ქვემოთაც ისევ დალაგებულია. ყველა ბალიში ისევ ზედაცვია. ეს არ არის საოცარი 4 წლების შემდეგ. უბრალოდ უნდა გახსოვდეს, რომ ამ სახლში ყველაფერი ასე დგას. 40 წელია. მე რო ვცოცხლობ, ნაკლები დრო გასული. დენი რომ ცოცხლობს, იმაზე მეტია. უმეტესობისთვის ეს იმაზე მეტია, ვიდრე ისინი ცოცხლობენ. ასე რომ სიგიჟეა ამის წარმოქმნა, რომ ყველაფერი ასეა დატოვებული. და მე ნელ-ნელა დროთა განმავლობაში იწტებს დაშლას. ცხოველები შემოდიან და ჭამენ მას. ხო, ეს უბრალოდ ასეა. დრო ყველაფერს იპრობს. მიყვარს რომ ამ ოთახში ფარდები ასევე უხდება საწოლის თეთრეულს. ისინი ზუსტად ერთნაირია. ვაუ. და აქ გვაქვს ეს უჯრა. ესეც ძალიან საინტერესოა. აქაც ბევრი სურათია, როგორც ხედავთ, ეს ორი ხანდაზმული ადამიანი. და შემდეგ ეს ყველაფერი შეკრებილი კონვერტებია. ვაუ, ეს უბრალოდ შესანიშნავია. უბრალოდ მაინტერესებს, რომელი წლიდანაა და ვინ დაწერა ისინი. ბატონ და ბატონ უილფორდს, ასე წერია აქ. 1976 წელი. მხოლოდ 5 წლით ადრე, სანამ სახლი მიტოვებული გახდებოდა. აქ ბევრი წერილია დარჩენილი. დავტოვებ მათ, რადგან ისინი ისტორიულია. ასე უნდა დარჩეს. აქ კიდევ რამდენიმე სურათია. ეს გოგონა აქ შეიძლება ქეროლი იყოს. დანარჩენი ხალხის შესახებ სურათებში არ ვიცი. და ეს შეიძლება იყოს ჩვენი საყვარელი ჯონ. შეიძლება? მაგაშიც არ ვარ დაწუნებული. ასე რომ ბოდიშკი ხდით. და შემდეგ გვაქვს წერილი, რომელიც საბიჭ მანქანაზეა დაწერილი. ამ დროისთვის ალბათ გაინტერესებთ რა დამემართა. მეგობრების უგულებელობით მათვე შეინარჩუნებ. სრულად არ წავიკითხავ, მაგრამ ვაჩვენებ მათ, ვისაც წაკითხო სურს. ინებეთ. დაიცალეს და წაიკითხეთ. ჯონი ისევ ზემოდან დაადეთ. ესენი სხვადასხვა გოგონების პორტრეტებია. ერთ-ერთი ალბათ ქეროლია, მაგრამ 100%-ით დაწუნებული არ ვარ. რომელი მათგანია მისი? ვაუ. რას ფიქრობდნენ? აქ უკანა მხარეს რაღაც წერია. ეს. კარგი ხო, კარო, ვიპოვეთ ის. კაროლ სმიტი. ეს ქალიშვილი იყო. ვაუ, ძალიან ლამაზად გამოიყურება. ვაუ. აქ გვერდით რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელია, რომლებიც ჯერ კიდევ მოწესრიგებულად დაწვია წინ. და შემდეგ დივანი პირდაპირ მის გვერდით. განა ეს შესანიშნავი არ არის. აქ რამდენიმე წიგნია. და ზუსტად მის ზემოთ გვაქვს სურათი. ლამაზი გოგონა. ვაუ, შეიძლება ქეროლი, როცა ძალიან პატარა იყო. და მათ ჰქონდათ ბოდიში, სანამ იმ კართან ვივალთ, გველთ უნდა გაჩვენოთ ეს უჯრისა და ტუალეტის მაგიდის კომბინაცია. კიდევ ერთხელ, აქაც ლამაზი ნივთებია. ვაუ. ამ ოთახში ბევრი სურათია. ეს სურათები გავს კლასის საერთო ფოტოს, სადაც ის სკოლაში სწავლობდა ან რაღაცა მსგავს, მაგრამ ზუსტად არ ვიცი. შეიძლება მაშინ სურათებს ცვლიდნენ. ეს უბრალოდ მშვენიერია. და აქ შიგნით ყველა სურათზე ადამიანის სახელი აწერია. მერილინი. ვაუ. ყველა ადამიანი, ვისთანაც ადრე ურთიერთობდა. საოჯახო ვახშამი. აი აქ არის. ხომ ერთად შემოეს გინახავს? ესენი ორი პოლიციელია და ისინი არიან ხო არ ვიტყვი. ისინი ერთმანეთს ეხახუნებიან. პირდაპირ ასე ვიტყვი. ხომ ერთად შემო. კარგი. ალბათ ერთდროის გაჩვენეთ. შეხედეთ ამას. ისინი ისვენებენ და ერთობიან არდადეგებზე. აბსოლუტურად მშვენიერია. მგონია რომ ეს ბიჭის ოთახი იყო, იმის მიხედვით რაც აქამდე ვნახეთ, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ. არ ვიცი. არც მე. ვერ შეძლებ. კეპით და ყველაფრით რაც აქ კიდია, მაინც ფიქრობდი, იქნებ ეს ბიჭის ოთახია მეთქი. არ ვიცი. ასე ადვილად ვერ მიხვდები. უბრალოდ მინდა ტანსაცმელი სწრაფად დავათვალიერო. ეს ხო გასცემს პასუხს, არა? ხო. ეს ყველაფერი მამაკაცის ტანსაცმელია. ხო. ასე რომ ალბათ ეს ბიჭის ოთახი იყო. ფრთხილად, ძალიან ბევრი კარი, ხო. კარიდან კარამდე, შემდეგ იქით კარამდე. და ეს არის საერთო სველი წერტილი, რომელიც ორ ოთახს, ორ ბავშვის ოთახს ყოფს. ისინი ერთად იყენებდნენ მას. აქ არის ლამაზი აბაზანა, ტუალეტი. ძალიან მარტივი, მაგრამ ელეგანტური. ძალიან მომწონს ის ფარდა ზემოთ. ხო,
ლამაზი, ვარდისფერი ფარდა. და აქ შიგნით ისევ დარჩენილია ყველა საწმენდის საშუალება და ყველა მოვლის პროდუქტი. ვაუ. შემდეგ პატარა ხელსაბანი. ას ხედავთ აქ? ეს კბილის ჯაგრისია. კბილის ჯაგრისი. ამ პატარა მითიური ცხოველის შიგნით. ეს საფარია. კარგი. შემდეგ კი შევდივართ შემდეგ ოთახში. მე და დენი უკვე დავათვალიერეთ ის. და გჯერა რომ ეს ჯეკის ოთახია. შიგნით შეგიპატიჟებთ. ღმერთო ჩემო ეს კარები. ჯეკის ოთახში შეგიპატიჟებთ. მას ჰქონდა უბრალო, ძალიან უბრალო ოთახი უნდა თქვა. ბევრად უფრო უბრალო ვიდრე ის ოთახი, რომელიც ახლა ხან ნახეთ. მაგრამ მაინც ძალიან ელეგანტურია. კიდევ ერთხელ. აქ ძალიან პატარა საძოლია. და მგონი ეს რაგბია, ხო ასეა? ეს ბურთი. ხო. ამერიკული ფეხბურთი. ამერიკული ფეხბურთი. ბოდიში, ევროპაში ამას რაგბის ვეძახით. ასე რომ ჯეკმა შეიძლება რაგბი ფეხბურთი ეთამაშა. ის მაშინ საშუალო სკოლაში ან კოლეჯში იყო. მისი ჩაფხუტიც და ყველაფერი იმ დროიდან აქ არის დარჩენილი. კარგი, უბრალოდ ასე დავდებ. საკმაოდ მაგარია თუ ასე დავდებთ. ლამაზი პატარა საძოლია. მის გვერდით გვაქვს მისი უჯრა, მისი საძოლის ტუმბო. ძალიან მაინტერესებს ეს აქ. ქვა. ლამარი, ლამარხოფერტი, ასე წერია მასზე. ლამაზი ქვა. შეიძლება ის აგროვებდა ასეთებს. ეს საქანელას კამია? ხო. ვაუ, ვილი საქანელას კამია. და მგონი ეს მშვილდი და ის არია. ხო. მაგრამ სამწუხაროდ გატეხილია. ხედავ? ზემოდან მშვილდი და ის არის აქვს. ვაუ. და ამ ოთახში კიდევ დივანი ქონდა. შვენიერი ტყავის დივანი. და რაღაც მიზეზით ეს მთელი ჩემოდანი ახ უკან სავსეა კაფელით. რატო? ხო. იდუმალია. ხო, მის ქვეშაც კი მთლიანად ფილებითაა სავსე. ყველაფერი ფილა. ფილა აქ შიგნითაც საკმაოდ უცნაურია ესეთი რამ საძინებელში. რატო გააკეთებდი ამას? ეს ძალიან უცნაურია. აქაც კიდევ უფრო მეტი ოჯახის ფოტო დარჩა. ოჯახური წყეულებები. ადამიანები, როცა სახლში იყვნენ. ბევრი ამ ფოტოდან არ გავს რომ ამ სახლიდან იყოს. არა, ეს მართალია. სულიერ მართალი ხარ ამაში. ასე რომ ეს უცნაურია, ხო, ასეა? ხო. ეს კარულს გავს თუმცა, მაგრამ ისევ 100% დაწუნებული არ ვარ. არა, და არც ის. არ ვიცი, ხო, ასე რომ აქ რაღაცა უცნაური ხდება. ბევრი სხვადასხვა სურათივითაა. ეს არის ეს, თუმცა სახლის წინ ვერანდასაც ხედავ. შენ ასე ფიქრობ? ეს შეიძლება არა, აქ არც კარი არ არის. აქ კარი არ არის, ესე რომ ეს არის 1946 წლის იანვრიდან. ვაუ. ეს იყო 1956 წლიდან. ვაუ, ესენი ძველია. ხო, ესენი ძალიან ძველი ფოტოა. მომეცი ეს უკეთესად გაჩვენა. და ეს შეიძლება ჯეკისგან იყოს. როცა ის ჯეკი ძალიან ახალგაზრდა იყო. ეს არის 1957 წლიდან. ეს საოცარია. ეს აბსოლუტურად საოცარია. და აქ არის წერილი. კიდევ ერთი ბოლო რამ, მე გაჩვენებ ამ ოთახს. და ეს მიმართულია ჯეკ მაიერსისადმი. კარლი, დროა გაჩვენოთ დანარჩენი ორი საძინებელი და გულს ვფევთ რომ თქვა, ისინი 10 ჯერ უკეთესია ვიდრე ესენი. ოდიახ, უეჭველად. სახლის ცენტრალური ნაწილიდან აქ შეგვიძლია ამ დერეფანში შევიდეთ. და ეს მიგვიყვანს კიდევ ორ ლამაზ საძინებელში, მაგრამ ჯერ კიდევ ერთი სველი წერტილია. აქ მარჯვნივ იყო ორ სველი წერტილიანი სახლი. კიდევ ერთხელ ლამაზი სველი წერტილი. აბაზანისა და შხაპის კომბინაციით. ვაუ, მერის და ჯონის პირსახოცებიც კი ისევ კიდია იქ. შეხედე ზემოთ სურათს. ელვა. არა. Doesn't function anymore. საყვარელი. და სალკეც კი. Oh. Wow. Cleaning and grooming products. The baby powder up there. უყურებდი, იქნებ სადმე საფარსის პირის ხველიც იყოს, მაგრამ მგონი არა. და აქაც შიგნით შხაპიც არის.
სარეცხი ტანსაცმელიც და სხვა ყველაფერიც ისევ ქვემოთაა. და პირდაპირ ჩვენს წინ არის მთავარი საძინებელი, სადაც ჯონი და მერი, ან ჯონი და ჟაკლინი ერთად იძინებდნენ. ეს ძალიან ცნაურია. ხო, ეს ცნაურია. შეხები ამ ამას საწოლს. მუხის ხის საწოლია, ისევ გაწყობილი. და ძალიან მომწონს მისი ზედანაწილი. ზედანაწილში ნაკვეთი ორნამენტები უბრალოდ შესანიშნავია. ვაუ. ბალიში ისევ აქტებს. საწოლი ისევ გაწყობილია ამდენი წლის შემდეგ. ჩვენ წინაც კი აქ ეს კალათა ის სავსეა თეთრეულით და დამატებითი ბალიშით. ვიღაცას უხერხულად გაუხდა. ჯონი, მისი ცოლი, ისინი ციგნები უყვართ, ჟურნალები უყვართ, ეს ყველაფერი უყვარდათ. ყველაფერი მთლიანად სავსეა ციგნებით და ჟურნალებით. აქ ჩვენი რბილგადაგრული სკამია. ნახე ამ ოთახის კუთხე, დენი. კი. ფრთხილად იყავ. დაბიჯირე. თითქმის დაიქეცი. ხო. მაგრამ ეს ციგნების თარო აქ სულიად დაიშალა და ყველაფერი აქ იატაკზე დაეცა. ზოგი ხელნაწერი წერილიც კი აქ არის. შეხედე ამას. ეს საოცარია. გამარჯობა. აქ ხარ? აქ ხარ. ჩემი კითხვა იმაზეა. ჯეკი და კაროლინი შეძლებენ თუ არა? მე ასეც უად ვკითხულ ბარათებს. ეს რთულია. ეს რთულია მართალია, იმიტომ რომ დღესდღეობით ამას აღარ ვაკეთებთ. და მე ვისწავლე მისი წაკითხვა, მაგრამ მაინც მიჯერს. ატიდევ ბევრად მეტი ჟურნალი და ციგნია. კორი, რომელიც ჯოზეფინსა და ჩემთვის მეგობარი გახდა. ჯორჯე მაიერსი. ეს ალბათ ოჯახის ერთ-ერთი წევრია, როგორც წესი. ალბათ. ოჯახის მეგობრები. ხო, ალბათ ოჯახი. თელი ეს ციგნი ქორს ეხება. ეს ქორია ხო ასეა? ხო, მგონი. ხო. ქორი ჯეკი. ვაუ. ეს მშვენიერია. ეს აბსოლუტურად მშვენიერია. ვიღაცამ ეს ციგნი მთლიანად შექმნა და მე უბრალოდ მიყვარს. აქ გვაქვს რამდენიმე დიპლომი, როგორც ხედავთ. ვაუ. ყოფილი ოჯახის წევრისგან, რომლებიც არ არის ჯონისთვის ან სახში ვინმესთვის გამიზნული. რომლებიც აქ გვაქვს. კადილაკ ლასილის კლუბი. ეს რა არის? იქნების კადილაკის კლუბის წევრი იყო. ეს კაცი რა თქმა უნდა მდიდარი იყო. ჯონ ეს სურათებია, რომლებიც ვირჯინიაში გადავერა როცა ვირინე. აქ წერია. და მგონი კადილაკს ეძებდნენ. შეხედე ამას. ვაუ. ეს საოცარი. შეხედე იმ მიუც. განა შესანიშნავი არ არის. ალბათ იყიდეს და შეიძლება სადმე იყოს. შეხედე ამას. მიყვარს ეს. სრულად მიმართულია თავად ჯონისადმი. ვაუ, ეს მშვენიერია. შიგნეულობაც კი ზედაა გამოსახული. ესე იგი, ეს კადილაკის კლუბის ნაწილია. ხო, ეს კაცი მდიდარი იყო. აქაც კი რქები დარჩენილია. შეიძლება მასაც უყვარდა ხოლმე გარეთ გასვლა და ნადირობა. მისი საყვარელი ქალბატონის სურათი აქვეა. და მგონია რომ აქ კუთხეში რაღაც მანქანის რადიოა, რომელიც ამ ოთახშია დამოფენილი. შეგიძლიათ ნახოთ რომ ქვემოთ დინამიკიც დგას და ყველაფერი ჩანს. და შემდეგ გვაქვს მისი ქურთუკი. ეს ფლეიტა. ოდიში, ჩვენ ჰოლანდიურად ამას ფლუიდს ვეძახით, მაგრამ ეს სასტვენია ხო ესეა? ოდიში. ხანდახან ჰოლანდიურს სხვა რაღაცებთან ურევ, მაგრამ ეს ჯონის სასტვენია, როგორც ხედავთ. და ეს ამერიკის არმიისა. შეხედე ამას. მართლა? მოიცადე, ხა კამერაზე კარგად ვერ ვხედავ. აქ შუაში წერია აშშ-ის არმია. ასე რომ შეიძლება საზღვაო ძალებში მსახურობდა. ის სურათი, რომელიც ახლახანს ვნახეთ, შეიძლება მისი იყო. ვაუ. და შეხედე ამას. ჯონ ჰეი მეიერსი. მეიერსი. ბოდიში. მაგრამ ეს სპეციალურად მისთვისაა გაკეთებული. ვაუ. მე ეს აბსოლუტურად მიყვარს. ეს ლონდონშია. ვაუ. მაგრამ შეხედეთ, იმიტომ რომ ოთახი რომელსაც ახლა გაჩვენებთ, აბსოლუტურად შთამბეჭდავია. არა ავეჯის გამო, არამედ ისტორიის გამო. ამ ოთახის შიგნით არსებული ისტორია მთელ სახლის ისტორიას ყვება. ეს არის ქეროლის, სახლის ქალიშვილის ოთახი. და როგორც უკვე გითხარით, აქ ჩამოკიდებული ნახატებითა და სურათებით ჩანს რომ ის მხატვარი იყო. მას ძალიან უყვარდა ხატვა. და მგონია რომ მის მშობლებს ნება ჰქონდათ მიცემული რომ ოთახის კედლებზე ეხატა და თავისი ნამუშევრები შეექმნა, რადგან მთელ ოთახში ჩანდა მისი ნახატები.
ქეროლი ყველგან ხატავდა ნახატებს და სურათებს. მან ყველა ავეჯი დახატა. ყველაფერი. კედლებზე. და ზუსტად თავის ადგილზეა. მაგალითად, საწოლი აქ დგას, ზემოთ საათის ციფერბლატით. საათის ციფერბლატი ზემოთ. მიყვარს ეს. აზრი აქვს. აი ეს არის აბსოლუტურად აზრიანია. ღმერთო ჩემო, შემაშინებენ. ეს შემაშინა. ამას პატარეები არა, დადე გთხოვ. ეს შემზარავია. ტელეტაბისები მაინც არ მომწონს. ის ჯერ კიდევ მუშაობს. შეგიძლია დაიჯერო ეს? როგორ აქვს მას პატარეები? მას ტელეფონიც კი ედო გვერდით. ის ჯერ კიდევ მუშაობს. შუაში აქაც კი საგანგებო ნომერია მითითებული. ვაუ. მის გვერდით ძველი შვენიერი წიგნებია. საწოლი სულად დალაგებულია და ზედ მისი ყველა პლუშის სათამაშოა. და წინა მხარეს ბავშვთაეთლიც კი დგას, რომელიც მან მთლიანად თავისი ყველაზე საყვარელი პლუშის სათამაშოები თავსო. როგორც ხედავთ, მისი დათუნიები. ეს აქ აკლემი ხომ არ არის? არა, ეს ლამაა. ლამა. ვაუ. ასევე ძალიან მომწონს აქ ქვემოთ ბუხარი. მას ჰქონდა ეს ბუხრის საფარი და მან მთლიანად დახატა. თითქოს შეშა იწვის აქ ზემოთ. მიყვარს ეს. ეს ქალი ნიჭიერი იყო. ჯერა რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალია ხო? უნდა იყოს. ან შეიძლება რომელიმე დაავადებით გარდაცვლილიყო. ხო. შეხედე ამ ქალბატონს. არ ვარ დარწმუნებული რომ ეს ქეროლია, მაგრამ ძალიან ლამაზად გამოიყურება. ფოტოზე მყოფს გავს, ასე რომ შეიძლება მაშინ როცა უფრო ასაკოვანი იყო. დიახ, ზუსტად ასეა. და შემდეგ გვაქვს ბოდი, შეიძლება კიდევ ერთხელ გაჩვენოთ. მგონი დეტალურად არ ვაჩვენე. დიახ, ეს რაღაცა დიწყავს. ჩარჩოსთან ერთად. ეს სახლის ტერიტორია არ არის, რადგან სახლის გარშემო მთები არ არის, მაგრამ შეიძლება სხვა სახლი იყოს, საზაფხულო სახლი, რომელიც მათ ჰქონდათ და მან აქ დახატა. მიყვარს აქ გუგუს სლოტიც. ეხლა გვაქვს პატარა დასაჯდომის სივრცე. მან აქ რამდენიმე რამ დატოვა. მისი ლამაზი ვარდისფერი ქუდი წინა მხარეს ყვავილით ჯერ კიდევ აქ არის დატოვებული. ვაუ. მას ყვავილები უყვარდა. როგორც ხედავთ, მას ბუნებაც უყვარდა. პატარა ნივთები აქ რამდენიმე წიგნიცაა. და კიდევ რაც ძალიან მომწონს, მისი ერთ-ერთი ხელთათმანი, წითელი ხავერდის ხელთათმანიც აქ არის დატოვებული. კუთხეში რბილი სავარძელია. ვაუ. უბრალოდ მიყვარს ეს. და მისი სამკაულების სრული ყუთიც აქ არის. ეს არ არის საოცარი. საფასონი და ყველაფერი ისევ თავის ადგილზეა. ლამპაც კი. ეს გატეხილია. ვაუ, ეს რაღაც მოვლის ნაკრებია. ჯაგრისით, პატარა სარკით და ყველაფერი ისევ შიგნითაა. ვაუ. დავიბენი წამით. ეს რა არის? ეს ტელევიზორია? ეს ძალიან რეტრო ტელევიზორია. 1956 წელი. ოხ, მერთო, ეს ობია თუ პობა? მგონი ეს უბრალოდ მთვერია. ვაუ. იქ უკან შავი უნდა იყოს, ამიტომ თავიდან ვერ ვიცანი, მაგრამ ეს ნამდვილად ტელევიზორია. ნამდვილად 50-იანი ან 60-იანი წლების ამერიკაა. ფილკო. ასეთი კომპანია არასდროს უსმენია. ვიფიქრებდი რომ ფილიპსია, მაგრამ ფილკოა. ძალიან რეტროა აქ. ეს ძალიან მომწონს. ალბათ ძალიან იშვიათი და უნიკალურია. ხო. წინა მხარეს ტელევიზიის ლოგოც კი აწერია. არა, სწორად გამოიცანით. ეს ლოგო არ არის, მაგრამ ეს. ალბათ ეს სახელია. ვაუ, რა ადგილიაო. და აქ კუთხეში. ბოდიში. უბრალოდ ჩიტი დავინახე. კალია. ჩიტის კალია იქ უკან. ვაუ. საოცარი. და ყუთი. მისი ყველა ქუდი აქ არის. უყვარდა. უყვარდა ყველა ის ქუდი. და ერთ-ერთ ფოტოზე ნახეთ ეს. ხო, მგონი ლურჯია. ვა, საოცარია. ლამაზია. ეს არის, ხო. ხო. სულად საყვარელია ბუმბულის და ყველაფრით. აქ კიდევ რამდენიმე გვაქვს. წითელი. შავი. ესენი რა არის? ესენი ჩვენი ესკიზების შეულებია. ხუმრობ. აქ წერია ლუცი. ამასთან ფრთხილად უნდა ვიყო. იატაკზე დავდებცევდებ ცოტა ხნით. ალბომი. ვინ არის? ვინ არის? ეს ნამდვილად ალბომია, დენი. ხო, აქ წერია. მაიკისგან. ეს მისი ხელის ნახატია.
ალბათ ბაღში გააკეთა. ფილოცავ დაბადების დღეს ეს სრული ალბომია და წლების განმავლობაში ინახავდა. ყველაფერი რაც ბაღში და სკოლაში გააკეთა, ყველაფერი აქ არის. შეიძლება მისი ერთ-ერთი ძაღლია. იქ სამოსის სამაგრი აქვს. ამ ოთახით გაოცებული ვარ. მართლა გაოცებული ვარ. ანბანი. ყოველთვის იყავი ქრისტიანი. იყავი ქრისტიანი. მიყვარს ეს, დენი. კიდევ არის რამე? კი. ეს ავეჯის დიზაინია. ის ცარიელია. ის ალბათ რაღაც ეტაპზე ხელოვანი გახდა. კიდევ რამეს ხედავ? შეხედე ამას. ძნელია ამის ჩვენება. შეხედე ამას. ვაუ. და ალბათ კიდევ უფრო მეტია ქვემოთ. ამ ოთახში მისი ძალიან ბევრი ნივთია დარჩენილი. ეს ძალიან მომწონს. მაბადეეთ ერთი ძამით, რადგან ჩვენი კამერა აქ სკამზეა, მაგრამ ნახეთ. უბრალოდ გაატარეთ თვალი და შეხედეთ სკამს, რომელიც შუაში დგას. ავიღოთ ჩანთები. მოიცადე ერთი ძამით. ერთი ძამით მოიცადე. და ჩანთები უკვე გარეთ. აი ესე. სკამის უფთა. და შეხედე ამ შედევრს, რომელიც ჩვენს წინ გვაქვს აქ. ლამაზი გადასაკრავი, ლამაზი ხის ნაკეთობა. მე უბრალოდ აღმერთებ ამას. როცა პირველად დავინახე სახში, ვიფიქრე, ეს იქ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნივთია. კი. და მე ძალიან მომწონს დივანებიც, რომლებიც მის უკანა. კი. ეს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის მას. მადათე თუნდა აღნიშნო, მომწონს რომ მან ჩარჩო დახატა. და შემდეგ მრგვალი ჩარჩო. ზემოდან ჩარჩო. ყველა სათამაშო დათუნიაც აქ არის. და მომწონს რომ აქ დივანზე კატაც არის. ვაუ. ამავე ჯუსტის ხულადღება არ ვიმიქცევია. შეხედე მას. ეს არის როგორც სკამი და პატარა სკამი, სადაც შეგიძლია იკითხო. მონი სპეციალურად ბავშვისთვისაა გაკეთებული. სრულიად აღფრთოვანებული ვარ. საოცარი ნივთია. და მის უკან გვაქვს ამდენიმე ნახატი, რომელიც მან ზედა ნაწილში დახატა. ეს თავდაყირა. მართლა ესეა? დიახ. აქ ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ ლანდშაფტი ცისფერი ცით ფონზე. ვაუ. მარცხენა მხარესაც კი ცოტა ოდენი ღრუბელია. და მის უკან არის ძალიან აბსტრაქტული რეტრო ლანდშაფტი, სადაც ცხვრები და ძროხები იბალახებდნენ. კარგი. კეროლ, შენ განსაკუთრებული ქალი იყავი და იმედი მაქვს, ახლა ცხოვრებაში კარგად მედის ყველაფერი. რა მშვენიერი ოთახია. შეგიყვარდება ის თოჯინა. წავიდეთ სახლის ბოლო ნაწილში, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ ბევრი რამ გვაქვს საჩვენებელი, ასე რომ ჯერ არ გადახვიდეთ. ეს ვიდეო კიდევ უფრო ეპიკური იქნება ვიდრე ახლა. დავბრუნდეთ დერეფანში. დავბრუნდეთ სახლის მთავარ ნაწილში. კიდევ ერთხელ, ეს ოთახი მუდმივად მაოცებს და მომწონს, რომ ყველაფერს უკავშირდება. თითოეული ოთახი სწორედ ამ ოთახს უერთდება. უნდა ვთქვა, რომ ეს ობობის ქსელს გავს, რაღაც ამდაგვარი. და აქ შევდივართ კიდევ ერთ პატარა სივრცეში, სადაც ქვემოთ სარდაფია. ხო. მოდით სარდაფში ჩასვამდე, სწრაფად გადავხედოთ სარდაფს. ოკეი. ხო. ყოველთვის მაინტერესებს უბრალოდ ვნახო. აქ უამრავი ბადლაითის სკილა. და ჩანს რომ ესეც დატბორილია. აჰა, კი, დატბორილია. აქ მხოლოდ ნაგვის სტომრებია. და ყველა სავსეა. Sure. აჩვენე. ისინი, როგორც ჩანს, ყველა სავსეა. რა თქმა უნდა, მსუბუქილუდია. რა სარდაფში პირდაპირ 1000-ობით ლუბის სკილა. რატო ამბობ ამას? კარგი, ამაზე დეტალურად არ ვისაუბროთ, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ეს საკმაოდ უცნაურია. ხო, ეს უცნაურია. ვიდრე სახლში შეიძლება ალკოჰოლიკი იყო. და მართლა ბადლაითის დიდი გულშემატკივარი იყო. როგორ მომწონს, საღებავი რომ აქ ერცლილია. რა თქვით? აქაც კედლიდან საღებავი აკოპდება. ისე ლამაზია. შემდეგ შევდივართ ამ ტიპურ ამერიკულ სამზარეულოში. ვაუ. შეხედე ამას. ქურა აქ. ძალიან პატარაა, ძალიან ვიწროა, ასე ვიტყოდი. ხო. ადგილი არ არის. ადგილი არ არის, ხო? ძალიან კარგი ქურა. ყველაფერი ისე იქ არის დატოვებული. ხვაბები და ტაფები. სადაც მერი და ჟაკლინმა საჭმელი მოამზადეს. ხმერთა ჩემო. ეს ისეთი რეტროა. რა გვაქვს იქ? ბორბლის სტეგი, ნახევარი სახლი. კი, დასასვენებელი სახლი. წერია დასასვენებელი სახლი. ნებელი სახლი. ლამაზი ვუმელი. აქაც გვაქვს. ზემოთ ერთი რამ შევნიშნე.
ხო. ნიჟარის ზემოთ ჩაშენებული საათია. ეს არ არის საოცარი. მე უბრალოდ აღმერთებ 3 საათს. ხო. შემდეგ გვაქვს სამზარეულო სივრცე, სადაც ყველაფერს აკეთებდნენ და ჭურჭლის სარეცხე მანქანაც ისევ იქაა. მიყვარს რომ კიდევ დარჩენილია მათეთრებელი. ვაუ. იქ უკან მიქსერიც გაქვს. დენი, ამას ახლა უყურებ და ეს ხო არაა ასე. ეს შენთვის ნაცნობია? კი, მოიცადე რაღაც უნდა ავიღო. უბრალოდ ეს უნდა გაჩვენო, რადგან ეს ზუსტად ისაა, რაც მან დახატა. ეს ზუსტად იგივეა. ვაუ. ეს ნახატი გავს იმ არტეფაქტს, რომელსაც აქ სამზარეულოში ვხედავთ. ასე რომ კეროვმა შთაგონება იმ არტეფაქტიდან აიღო ამ ნახატის დასახადად. კარგი, ამას აქ კუთხეში დავდებ ცოტა ხნით და მე გავაგრძელებთ. ვიდეო არ იქნება. მაგრამ ეს პატარა დეტალები ამ სახლებს ძალიან საინტერესოს ხდის. შეგვიძლია მარფაც დაუხტო ისტორია და წარმოიდგინო, როგორ ცხოვრობდნენ აქ ადამიანები, როცა ჯერ კიდევ აქ იყვნენ. ჯერ კიდევ აქ იყვნენ, კი იყვნენ. ვაუ. აქვე მაცივარიც კი ჯერ კიდევ შემორჩენილია. მაცივრის თავზე მნიშვნელოვანი ფიგურები დაუდიათ. თახვები, კლივერის ოჯახი. სამწუხაროდ, რადგან ევროპიდან ვარ, არც კი ვიცი ეს ადამიანები ვინ არიან, მაგრამ სასიამოვნოა მათი იქ ნახვა. ასევე ძალიან მომწონს ეს კარადა. შეხედეთ ამას. ალბათ რაღაცას ინახავდნენ აქ შიგნით. Extra. ცოტა გამოირებენ აქედან, შეიძლება მარცვლეული ან რამე სხვა ედოს შიგნით. კავი, სანამ გარეთ გავალ, მინდა ეს ნაწილიც გაჩვენოთ. ხო, ვაპირებდი მე თქო მგონია რომ სახლის ეს ნაწილი არის ის, რომელიც ხო, ეს მინდოდა მეჩვენებინა, აქაულ ნგრევას გაჩვენებთ. შეგიძლიათ ნახოთ, რომ ფაქტობრივად მთელი ფანჯარა ამ ოთახიდან ვარდება. 40 წლის მიტოვების შემდეგ ეს სახლი უფასასურდა. ის უფასურდა. როგორც ხედავთ, მისი შეკეთება შეუძლებელია. ის უბრალოდ ინგრევა. ეს აბსოლუტურად სამწუხაროა. მოდით გარედანაც ვაჩვენოთ. აქ ყავს წყვილი, ეს იყო მათი სარეცხის საშვები ოთახი, კუთხეში ძაღლის გალიაც კი აქვს, ალბათ აქაც ყავდათ ცხოველი, რამდენიმე ცხოველი, შეიძლება კატები და ძაღლები სახლში და აქედან შეგვიძლია ისევ გამოვიდეთ სახლიდან და ისევ გარეთ ვართ. ო, ძალიან კაშკაშაა. ხო, გარეთ ძალიან კაშკაშაა, დღეს საფშვენიერი დღეა. შეხედე ამას, დენი. ამერთო ჩემო, მთელი სახლი პირდაპირ ინგრევა, ყველაფერი იშლება და ალპება. სევდიანი ამის ნახვა, ნამდვილად სევდიანია, რადგან ეს ისეთი ლამაზი ადგილია ბუნებაში და ვფიქრობ, ნამდვილად ვიღაცა ნამდვილად დათქვებოდა ამ სახლით, მისი გადარჩენა და აღდგენა რო აღდგენახებინათ. კარგი, მოდი ახლა ბაღს გაჩვენებთ. ამჟამად სახლის უკანა მხარეს ვართ და როგორც ხედავთ, აქედან სახლი თითქმის აღარ ჩანს, პირდაპირ ბუნებამ ყველაფერი დაიკავა. მაგრამ მე უკვე ერთი წრე დავართხი ბაღში და მგონია თუ სწორად მახსოვს, როცა აქედან გავივლით. ღმერთო ჩემო, ეს რთული იქნება. კარგი, მოდი აქედან გაგიძღვები. ზოგჯერ საკუთარ თავს ვეკითხები, როგორ პოულობთ ასეთ ადგილებს. კარგად ვარ, კარგად ვარ. ხო, კარგი. დიახ. აქ მივედი ძალიან მწვანე აუზის ტერიტორიაზე, რომელიც დროთა განმავლობაში ისევ თვად გადაიქცა ამ ტყეში მცხოვრები ცხოველებისთვისთვის. ვაუ, მომწონს რომ ის ჯერ კიდევ სავსეა, რომ ყველაფერი ისევ შიგნითაა. არაა ეს უბრალოდ მშვენიერი. ისე მწვანეა. ამ ადამიანებს ეს აუზი ყოველ დღე უნდა ესიამოვნათ. ვაუ. არ შეეხო, არ. შეხო მიცნობ, ყველაფერს უნდა შევეხო. ეს ბინძურია. ეს ნამდვილად ბინძურია, კარგი. და აქ კი ბაღი გრძელდება და გრძელდება. ეს ქონება უზარმაზარია, მაგრამ მასში სიარული უკვე შეუძლებელია. მხოლოდ ამ ნაწილს შეგვიძლია გაჩვენოთ და კიდევ ერთი რამ არის, რაც უნდა გაჩვენოთ. ეს არის გარაჟი. მოდი ახლა ვწავიდეთ იქ. გაჩვენებთ ამ ქონების ბოლო ნაწილს, გარაჟს. ეს იყო ჯონის ყველაზე საამაყო საკუთრება. ალბათ აქ ატარებდა ყველაზე მეტ დროს და ვერ დაიჯერებთ რა მდგომარეობაშია ეს ადგილი. ცოტა ხნის წინ შევიხედე და ის მთლიანად ჩამონგრეული და დანგრეულია. საოცარია, კიდევ ერთხელ გავდივარ ტყეში, მივდივართ ამ ადგილის გარაჟისკენ. ღმერთო ჩემო. მიყვარს როგორ ამბობ გარაჟს. ღმერთო ჩემო, ეს რა იყო? ეს სვავი.
ღმერთო ჩემო, შევაშინე, უბრალოდ ვუყურებ დიდი და მერე გაფრინდა. ვაუ. შეხედე ამას დენი. ღმერთო ჩემო. ეს ნამდვილად ოჯახის მანქანა იყო. პირდაპირ აქ იდგა და ერთ მომენტში ხემთლიანად დაეცა და გაანადგურა. ვაუ. მინდა ზემოდან გაჩვენო, ნახო თუ შემიძლია მდინარის კალაპოტზე ავიდე. შეხედე ამას ზემოდან. განა ეს აბსოლუტურად დისტოპიურად არ გამოიყურება. მთელი ხე აქ ჩამოვარდა. ღმერთო ჩემო, ეს მართლა ძალიან კარგი საოჯახო მანქანაა, რომელიც აყავდათ. გონი Buick 8-ია, მაგრამ 100%-ით დარწმუნებული არ ვარ. ნახოთ თუ შევძლებ აქეთ გადმოსვლას. დიახ, ნამდვილად Buick-ია და ზუსტად მივხვდი, რომ ეს მანქანა Buick 8-ია. მიყვარს მისი კაპოტი და მანქანის სტილი. დამიბრუნდი, გამარჯობა. აი ესე. სევდიანია ამის ყურება, რადგან მანქანის გამოყვანა რომ მოიხერხებინათ, უსაფრთხო იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ მოხდა. კოდი ვარგი, მოდი ფრთხილად დავბრუნდეთ უკან. მოდით ნახოთ კიდევ რა გვაქვს ამ ადგილას. ხედავ კიდევ ერთ მანქანას, რომელიც მთლიანად ჩამოგრეულ გარაჟში დგას. კარგი. ფიქრობ რომ შეგვიძლია. ასე ჩანს, თითქოს ჩამონგრეულია. ღმერთო ჩემო. ეს რთულია. ვნახე ხო, ნახე მანქანა. ლამაზია. შეგვიძლია. ეს ასევე Buick 8-ია. სცადე ეს მხარე, მგონი აქ უკეთესია. მართლა ცოტა უფრო უსაფრთხოა. მე კიდევ ერთი მანქანაც არის. ღმერთო ჩემო. ყველაფრის შუაგულში. ამას ბოლოს ვაჩვენეთ, ხო? ფიქრობ ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნივთიერად აქ გვაქვს. შეხედე ამას, უკანა საკინძიანი კარების და ყველაფრით. ალბათ ამით უფრო შორს წავიდა. ეს კაცი მდიდარი იყო. მას მინერალების მოპოვებისა და გადამუშავების კომპანია ჰქონდა, ასე რომ ალბათ წარმოუდგენლად მდიდარი იყო. მოდი მანქანის შიგნითაც ვაჩვენოთ. ნახე, რა ლამაზია. ვაუ. იქ სავარძლის ჯიბეში პატარა იფანიც კი ამოსულა. ხო. მიყვარს ეს. გონია სამწუხაროდ ეს სულიად ჩაკეტილია და აქ სათადარიგო საბურავი იყო მოთავსებული. და ასევე დააკვირდით ამ მანქანის დიდებულ წინა ნაწილს ძალიან მომწონს ფარები. მისი ფორმა წვიმის წვეთს გავს. და გრილი. ეს მანქანები მთლიანობაში ძალიან ვიწროებია. ვფიქრობ ეს კონკრეტული მანქანა ეხლა მინიმუმ $100,000 ერირება. მინიმუმ. მე მანქანების ექსპერტი არ ვარ, მაგრამ ხო, ეს უნდა გადაერჩინათ და უკვე ძალიან გვიანია. ისე გამოიყურება თითქოს მუზეუმის ექსპონატია. ხო, ესეა. ჯერ ეს ავტოფარეხი არ დამითვალიერებია, მაგრამ ეს მანქანა ჯერ კიდევ ძალიან კარგ მდგომარეობაში ჩანს და იმედი მაქვს, აქაც შეიძლება იყოს მანქანა. ეს არის რაღაც სათბურის მსგავსი ადგილი აქ უკანა მხარეს. ბევრი ქოთანი და მცენარეა. კარგი. კვალდღეში. თული ჩანს, მადლობა. ხო, აი ესე ნახე. აქ უკანა მხარეს ღია ფანჯარაა, ხო? არა, ყველა მანქანაა შიგნით, ო. დენი, ღმერთო ჩემო. აი ეს ღია. ეს ეკლები. ხვდები რაღაცას, დენი. ეს კადილაკია. ეს ის კადილაკია სურათებიდან. ფიქრობ რომ მან არ ადგინა. ეს ის კადილაკია სურათებიდან მის ოთახში, რომელიც ჟანზე იყო მიმართული და იმ ბიჭზე, რომელმაც ვირჯინიადან მიიღო. სწორედ ის არის. ის დიდი ზომისაა. ის უზარმაზარია, ნავივითაა. კარგი, ევთი გავხსნა. ის ნავივითაა. ხო, ამერიკული მანქანები ჩვენთვის ნავებივითაა. ხო, შეგიძლია წაიყვანო. დიახ, ბატონო, აი ესე. მეორე მანქანაც ძალიან საინტერესოა, ღმერთო ჩემო. შეხედე ამას. ჯერ მეორე მანქანას გაჩვენებ. აქ არის. პაკარდი ეს მანქანის ბრენდია, რომელიც ახლა აღარ არსებობს. არასდროს სმენია ამის შესახებ. შეხედე ემბლემას წინა მხარეს. თითქოს გედი ფრთებს შლის. ლამაზია. და თან ძალიან დიდია, დაახლოებით 1 ფუტის სიგრძისაა, დაახლოებით 30 სანტიმეტრი. ვაუ, რა შედევრია. ამ მანქანაზე ყველგან კატის თათების კვალია. შიგნით ინტერიერი ისევ იდეალურ მდგომარეობაშია. ეს ორი მანქანა ჯერ კიდევ ძალიან კარგ მდგომარეობაშია. შეხედე ემბლემას აქ შიგნით. შეგიძლია კარი გააღო. ასე უფრო მარტივია. დიახ, გავაღებ თუ თქვენ ბატონო. ვაუ, ინებეთ. ეს მშვენიერია.
სამეფო იერი აქვს. კი. ეს მანქანები იაფი არ იყო, ძალიან სქელი კარებიც აქვს, შეხედე ამას. ძალიან მტკიცე მანქანებია. უბრალოდ მიარტყა მეორე სვაო. მიყვარს ეს სავარძლები, უბრალოდ დივნებადაა გადაქცეული. ვაუ, და აქ არის საწოვის შესასვლელი. და აქ ავსებდი საწოვს. აგვისტო. იყო ბოლო ჯერი, როცა ის აღადგინეს. ემბლემა მასზე უბრალოდ საოცარია. ის სამეფო ოჯახის გებს გავს. მართლა გავს, ნამდვილად გავს. კარგი, ეხლა გადავალთ კადილაკზე, ალბათ ეს მისი ყველაზე საამაყო საკუთრება. ეს ჯონის მანქანა იყო, ვირჯინიიდან მიიღო, აღადგინა და საოცარი ნამუშევარი შექმნა. ალბათ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ატარებდა. ვაუ, დიდი მანქანაა, ღმერთო ჩემო. დიდი მანქანაა, ხო მაინც? ისე უზარმაზარი მანქანაა, დენი. უზარმაზარი მანქანა. მან ეს მთლიანად აღადგინა, რადგან სურათებში ბევრად უარეს მდგომარეობაში იყო. აჰა, კი. მიყვარს მისი ფრთები. კი, ძალიან რეტროა. ამ მანქანით მთელი ოჯახი შეგიძლია წაიყვანა მოგზაურობებზე. სამწუხაროდ მისი სილამაზე ნელ-ნელა ქრება, მაგრამ ეს ორი მანქანა ჯერ კიდევ შეიძლება გადარჩეს. ადამიანის მიერ. ისინი აქ უსაფრთხოდ არიან. ისინი აქ ძალიან უსაფრთხოდ არიან, ვაუ. მოდი წინა მხარე გაჩვენა, ხო? სიტყვები არ მოქვს, კაცო, სიტყვები არ მოქვს. მეც ასე ვარ, ეს დიდია. გონია, რომ ეს მართლაც ძალიან დიდია. ვაუ, ძალიან მომწონს ეს ორი ფრთან, წინა მხარესაც. ბოდიში კი, აქ ბევრი ნაგავია. საერთოდ არ დადანაშაულებ. შეხედე ამას ახლა, რადგან სანომრე ნიშანზე წერია, რომ ბოლოს 1991 წელს იყო დარეგისტრირებული და სწორედ მაშინ მიატოვეს ეს სახლი. ვაუ. მოდი შევამოწმოთ ის ბოლო მანქანა, რომელიც მთელი იმ მწვანე მასაში იყო. იქითკენ, კარგი? ჩვენ ვიპოვეთ გზა, რომ მივსულიყავით იმ მანქანასთან იქ. პატარა გვერდითი ტური, პატარა შემოვლითი გზა. ვაუ. ვაუ, რატო დგას აქ? ღმერთო ჩემო, შეხედე ამას. და ეს ისევ ბუიკეიტია, შესანიშნავი მანქანაა. ამაზე ემბლემა კიდევ უფრო მეტად მომწონს, ვიდრე წინააზე, ტურბინას გავს. სიტყვები არ ყოფნის რა? ეს საუკეთესო მანქანების სასაფლაოა, რაც კი აქამდე ვიპოვია. ეს საერთოდაც მანქანების სასაფლაო არ არის. ეს უბრალოდ პირადი მანქანებია. ხო, ვაუ, მის ჰაერის შემწოებზე Roadmaster ნამდვილად შეგიძლია ასე თქვა. სალონი, შემდეგ კი ინსტრუმენტების პანელი. ამასთან ერთად. და ასევე მომწონს ამ მანქანის დახრილი უკანა ნაწილი. ეს უბრალოდ ამ მანქანას განსაკუთრებულს ხდის. შონის გვერდით, მისი ალკოჰოლის დამოკიდებულება, თუ ოდესმე გიყვარს ლუდის დალევა. აქ მანქანის გვერდით დავჯდები და ამ ეპიზოდს დავასრულებთ. მაგრამ ამ ეპიზოდის ამ მომენტამდე ჯერ კიდევ სიტყვები არ მყოფნის იმაზე, რაც ვიპოვეთ. სიტყვები არ მყოფნის იმაზე, რაც ამ დილას დარჩენილია და იმაზე, რომ ეს უბრალოდ აქ დღის შუაგულში ვიპოვეთ. მინდა უზომოთ. დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ კვირის ვიდეოს ყურებისთვის. ეს იყო საოცარი ადგილი მოსანახულებლად. სულიად შემიყვარდა და სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში. დიდი მადლობა. თუ მოგეწონათ ვიდეო, მოიწონეთ, თუ ახსე ახალი ხართ, გამოიწერეთ ქვემოთ და ასევე დამიწერეთ სასიამოვნო კომენტარი კომენტარების სექციაში. აღწერაში არის მული Patreon-ზე, თუ გსურთ დაეხმაროთ არხს და დაგვეხმაროთ მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაში, რომ ასეთი ადგილები დავაფიქსიროთ, გთხოვთ გააკეთეთ ეს. ყველაფრის მიუხედავად კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და მომავალ კვირას შევხვდებით კიდევ ერთ ლამაზ ეპიზოდში. მიყვარხართ.